და ერთი რამე არის, რომ აი ის, რასაც ეხა ჩვენი ხელისუფლება ამ ბოლო პერიოდში აცხადებს და განცხადებებს აკეთებს, ეხა როგორ შეიძლება ამას არ მიესალმო ადამიანი? როგორ შეიძლება, რომ ეხა მაგალითად იგივე ეხა კახი კალაძემ, რომელმაც უპასუხა კითხვებს ჟურნალისტებისა და გასცა პასუხი მათ ერთ ადგილზე, რასაც ქვია, მიუჩინა ადგილი, სადაც ისინი იმსახურებენ ყოფნას, აი როგორ შეიძლება, რომ აი ამას არ ეთანხმებოდ. ეხლა ხელისუფლება, აი ახლა იმისი არ იყოს, ერთი გოგონა გამოვიდა ძალიან სიამოვნებს ახალგაზრდების ჯანსაღი პოზიცია. ესე იგი, რაღაცა სკვერი თუ არის გაფუჭებულიო კალაძეს ლანძღავთ. გააკეთებს ამ სკვერცო, კალაძეს მაინც ლანძღავთ. ესე იგი, თქვენი ეგო რითვერ დააკმაყოფილა, რითვერ ბოლო ეხა რაშიც ხელისუფლებას ვაკრიტიკებდი ჩვენ და დღეს ხელისუფლება იმაზე აპელირებს. შეიძლება კიდე გავლანძღოთ კაცო ხელისუფლება. ეს უკვე მოწმობს იმას, რომ თქვენ ახართ ჩასაფრებული ადამიანის პოზიციიდან. თუ კარგს გააკეთებს, ხო? შეიძლება იმაზე რაღაცა თქვათ, რომ არის არასწორი. აი ხა ეს განცხადება შეიძლება კაცმა არ დაეთანხმო, რაც კახი კალაძემ ბრძანა? ანწუხელიძე თქვენთვის გმირია? გმირია, ძალიან კარგი. ბატონი ლაზარე თქვენთვის გმირია? და თქვენი ტელევიზიები, ამას რატო გეკითხებით, იცი? რატო გეკითხებით, იცი? თქვენი ტელევიზიები, თქვენი მედია საშუალებები მთელი იმ ხნის განმავლობაში, როდესაც ეს კონკრეტული ადამიანი დაკავებული იყო იმისთვის, რომ ცოცხალ ადამიანებს ესროლა მოლოტოვის კოქტეილი და ცოცხლად წვავდა მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდით, რომ ის გაგესაღებინათ გმირად. ამიტომ გმირებს ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას ჩემი თხოვნა იქნება. ძალიან უნიკალური რამ თქვა კახი კალაძემ. ესე იგი, ანწუხელიძე თუ შენი გმირი არის. შეიძლება ის გრიგორიადისიც გმირი ყავდეს, რომელიც მართლა მოლოტოვის კოქტეილს ესროდა იმ პოლიციელებს. ან შეიძლება გმირი იყოს ადამიანი, რომელმაც პოლიციას სილა გააწდა. შეიძლება ესეთი ადამიანი გმირად წარმოიქმნას. მაშინ გმირის თვითონ დეფინიცია არის დევალვირებული. ანუ გმირის სიტყვა არის საერთოდ გაუფასურებული. ესე იგი, აი გეკითხებით, ეხლა ვინმე იცნობდი თქვენ მზია ამაღლობელი. ეგეთი გაგიგიათ საერთოდ მზია ამაღლობელი. ვინმეს რამე ან ჟურნალისტი ვარო იზახი ეს იმე როგორც იმა ჟურნალისტი ეს მაგარიცე და ერთი მაინტერესებს სააკაშვილის რეჟიმს დაუპირისპირდა ეს ქალი რამე ისეთი დაწერა რომაც აღმაფრენა გამოიწვია საზოგადოების აი მაგალითად ეხლა დასავალი ყელში ყავდა გაჩხერილი იმას სააკაშვილს და 1000 ჯერ იმეორებდა დასავალი იმიტომ რომ ამათმა გამოუთხარეს ძირი მართლა გეკითხებით ეხლა მზია ამაღლობელის გაკეთებული საქმე ვინმე სადმე გინახიათ ხალხო გარდა იმისა რომ ადგა და აჭარის პოლიციის უფროს სახეში გაარტყა და მაინც ამ აჭარის პოლიციის უფროს მიმართ გაქვთ პრეტენზიები